თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბის ორგანიზებით რიგით მეოთხე ახალი ღვინის ფესტივალი გრძელდება. ფესტივალს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და თბილისის მერიც სტუმრობენ. უკვე გაიმართა ქვევრის გახსნის ცერემონიალიც. ღონისძიებას ჩემი კოლეგა თამარ ციკლაური დილიდან აშუქებს. თამარ, რა ხდება ამ წუთებში ფესტივალზე? რიგით მეოთხე ახალი ღვინის ფესტივალი ანსამბლ დიდგორის სიმღერის ფონზე გაიხსნა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ფესტივალზე თბილისის მერი გიგი უგულავაც მოვიდა. სწორედ მისი მოსვლის შემდეგ ფესტივალის კიდევ ერთი ტრადიცია ქვევრის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა. ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებიც. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები აუცილებელია და მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის განცხადებითვე დღევანდელ ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც, რომ წელს პირველად ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ რეგიონებიდან ჩამოტანილი ოჯახური ღვინოების წარმომადგენლებიც. მეტი ფესტივალია ხოლმე თბილისში, მაგრამ ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი გამორჩეულია და წლიდან წლამდე ჩვენ ისევე როგორც შემადგენლობით, რომ სულ ახალი და ახალი პატარ-პატარა კომპანია ემატება. ეს არის ძალიან კარგი ღონისძიება ჩვენი ღვინის პოპულარიზაციისთვის, განსაკუთრებით წლევანდელ წელს, როცა ჩვენ ბრუნდებით ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე და ვფიქრობთ, რომ ეს ფესტივალი განსაკუთრებულია იმით, რომ აქ წარმოდგენილი არიან არა მარტო დიდი კომპანიები, არამედ ოჯახური მეურნეობები, რომლებიც აწარმოებენ ქვევრის ღვინოს. საქართველოშიც ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ ტრადიცია ჩამოყალიბდება, უკვე რეგულარულ სახეს იღებს. ღვინის ეროვნული სააგენტო კვლავ გააგრძელებს ხარდაჭერას ასეთი ამ ფესტივალის და მომავალშიც გაიმართება, ანუ არ შეწყდება ეს ტრადიცია, უფრო მნიშვნელოვანი გახდება, უფრო მრავალფეროვანი იქნება, უფრო მეტი მარანი იქნება წარმოდგენილი ასეთ ფესტივალებში. ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს ამ დრომდე ელოდებიან. მე შეგახსენებთ, რომ ფესტივალი დღეს დილით 11 საათზე დაიწყო და საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალი ქართული ღვინისა და კომპანია ქართული ღვინისა და ასევე ქართული ღვინის სააგენტოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ტარდება. დღევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილია 70-მდე ღვინის კომპანია და 100-მდე სახეობის ღვინო და კიდევ პირველად ფესტივალს საფუძველი ჩაეყარა 2010 წლის მაისის მეორე კვირას. კოლეგა თამარ ციკლაური საუბრობდა ღვინის ფესტივალიდან.